მინდა გაჩვენოთ ჩემი ნამუშევრები, ბოლო ნამუშევრები. არ ვიცი რამდენად ჩანს, ეს არის ნარცისის ყვავილის ეპოქსიდში დახატვის მცდელობა. ასე გამოიყურება უკნიდან, ცოტა გამჭვირვალეა და ასე იქნება წინა მხარე, მაგრამ რადგან არ არის ბოლომდე ჩასხმული, ჯერ ვერ ვიღებ. ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად წარმატებულია ეს ნამუშევარი. გარკვეულ დაკვირვებებს კიდევ ვაწარმოებ, რა თქმა უნდა, ჩვენს ეპოქსიდურ ფისებზე და შესაბამისად სხვადასხვა შედეგებს მივიღებთ. შემდეგ ეს ყვავილი ძალიან ლაზი და ლამაზი გამოვიდა, მაგრამ თეთრი პიგმენტი მაინც დაჯდა, დაილექა, ასე ვთქვათ, ზედაპირზე. ეს არ ითვლება იდეალურ შედეგად, როგორი სინანსია. იდეალურ შედეგად, იდეალურ შემთხვევაში უნდა დაიხატოს ესე, მაგრამ არა უშავს ჩემთვის მაინც ძალიან ლამაზია, თუმცა ის არ არის, რასაც ვისურვებდი. ანუ ესე არ უნდა დაილექოს, არამედ უნდა როგორც ყვავილის ფურცლები, ესე უნდა დარჩენილიყო. მაგრამ სავარაუდოდ აქ მე დავარღვიე ტემპერატურული რეჟიმი, ანუ არ დავიცავ ბოლომდე. აბა ვნახოთ, ამ ნამუშევარშიც დაახლოებით ესე იქნება, ამასაც არ ვიღებ, იმიტომ რომ ჯერ თხელი პირია ჩასხმული. მაგრამ უნაზესია. დღეს ეს ყვავილიც ამოვიღეთ. როგორ ჩანს, რა საინტერესოა. კონტრაჟურში ჩანს თელამაზია განათება, მაგრამ აქ რა თქმა უნდა მოუწევს დასხმა გამჭვირვალე ფენის ტოპის აქ. შემდეგ ეს ნამუშევარიც ამოვიღეთ, ეს შეგვიძლია დასრულებულ ნამუშევრად შევთვალოთ. ამას დავარქვი ზურმუხტი ვერცხლში. ძალიან ლამაზია, ამ მხრიდანაც ნამდვილი ზურმუხტია და ამ მხრიდანაც ძალიან საინტერესო. აქ გაიქცა ერთი ოპალის ქვა, ცენტრისკენ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა უშავს. საინტერესო კოსტერი გამოვიდა. ეს ნამუშევარი კიდევ აქ იდეალურად არის ფოთლები განლაგებული რა, ასე ვთქვათ, ყვავილის ეფექტის, ყვავილის ფურცლის ეფექტი იდეალურად დაჯდა ამ ნამუშევარში. ძალიან მომწონს, ულამაზესია, ჩემის აზრით. ამ პატარა არტ ობიექტსაც დავასხი უკანა მხრიდან, საკიდი გავუკეთე. ეს არის ყოჩი ვარდები და ამეთვისტო. კიდევ რა დაგვრჩა, ხო, ეს არის ნახატი, პიონი. უკანა მხრიდან გაჩვენებთ, იმიტომ რომ ეს არის შესრულებული თხელფენაზე. თხელფენაზე არის შესრულებული და აქ რა თქმა უნდა დაესხმება სხვა ფენა. აქედან ჩანს უფრო როგორი იქნება, იმედია ჩანს. თავად ნახატი. შემდეგ ეს ყოჩი ვარდები. ეს არის აქეთ ამ მხრიდან ყოჩი ვარდები იქნება გარშემო ამ ბურთებში, ბუნებრივი ყოჩი ვარდები და ცენტრში გადავწყვიტე დახატვა, მაგრამ დიდად არ მომწონს. ეხლა მოდი ავიღოთ და შევხედოთ. ხო,
არ გამოვიდა ისეთი, როგორცაც ვისურვებდი, ამიტომ ამას ავიღებთ, სავარაუდოდ არაფერში არ გამოვიყენებთ. ან რამეში შეიძლება გამოვიყენოთ. ყოველ შემთხვევაში ყოჩივარდებისთვის არ მომწონს. შევეცდები, რომ აქ სხვა დავხატო. აიბრუნდა ნამუშევარი და რა ვიცი, ჩემთვის არ არის ახლა ეს ლამაზი. შევეცდები აქ დავხატო სხვა. ეს ფოთლები იყო აქ ჩადებული და ამოვიღე, იმიტომ რომ დახატვა გადავწყვიტე, მაგრამ უკვე საკმაოდ სქელი იყო ეპოქსიდი და არ გამოვიდა ნახატი, ამიტომ ავიღეთ. ეს არის ჩემი გუშინდელი ნამუშევრები, ჩემი ყვავილები, ლამაზები. თქვენთან ერთად ნახე მეც პირველად. ეს ძალიან ლამაზად გაიშალა. ეს ეფექტი უნდა ყოფილიყო ამაშიც, მაგრამ აქ სავარაუდოდ თეთრი პიგმენტი არ მგონია სქელი ყოფილიყო. არ მაქვს კვლავ გაკეთებული, ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში. უფრო არის ადრე, ან ტემპერატურული რეჟიმი მაქვს დარღვეული მათ ჩემის აზრით. ესადე დაკეთეთ ექსპერიმენტები. ეპოქსიდის შესაძლებლობები არ არის ჯერ არ არის ამოწურული და შესაბამისად ყოველ ჯერზე შეგვიძლია ახალ-ახალი თუნდაც ჩვენი და საავტორო ნამუშევრები მოვიფიქროთ. აქ ჩანს როგორც იქნება.